რამდენიმე დღეში თბილისის ქუჩებში ევროსტანდარტების შესაბამისი 10 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. ავტოპარკის განახლება ეტაპობრივად იგეგმება, თავდაპირველად კი ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 61 ხაზზე ემუშავებს. სანდრო კაჭახიძის სიუჟეტი ნახოთ. იმას, რასაც ბევრ ევროპულ ქალაქში ნახავთ, რამდენიმე დღეში თბილისის ქუჩებშიც შეხვდებით. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთდროულად 90-მდე მგზავრს მოემსახურება. იგი აღჭურვილია ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ერთ-ერთი მთავარი კი რითიც ძველისგან განსხვავდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოა. 10 ახალი ავტობუსი თავდაპირველად 61 ხაზზე ემუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში გაჩნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული საჯარო ტრანსპორტი. მნიშვნელოვანია, რომ ადაპტირებული იქნება როგორც მოსარგებლე ადამიანებისთვის, ასევე უსინათლოებისთვისაც. უკვე დაწყებულია იმ მძღოლების გადამზადებაც, რომლებიც ახალ ავტობუსებზე იმუშავებენ. თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს მათ კომპანია მანის ინჟინერები utარებენ. არის ძალიან კომფორტული ავტობუსები, შედარება არა ძველი ავტობუსებთან. უნიკალური მანქანა რა, არაფერი წუნი არა აქ ამ მანქანას. 4 კამერა აყენია თორსების, უკანა საჩვენებს, უკანა კარებს, შუას. აი აქედან ხედავთ იქ ვინ ამოდის. ტექნიკურ შეკეთებასა და უსაფრთხოების ნორმების შემოწმებაზეც თეგეტა მოტორს იზრუნებს, რაც სფეროში მომუშავე არასამთავრობოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, შეუძლებელია ერთი კომპანია ერთდროულად ამოწმებდეს უსაფრთხოებაზე და შემდგომ მის ტექნიკურ რემონტს ახორციელებდეს. თეგეტა მოტორს აქვს ვალდებულება აღებული მანთან, რომ მოემსახუროს იმ გეგმიური შეკეთებით, იმ ტექნიკური მომენტების შემოწმებით, რაც შეიძლება ავტობუსს კონდეს. 2017 წლამდე თბილისში 153 ასეთი ავტობუსი იქნება. 2020 წლისთვის ავტოპარკი კომპანია მანის 700-მდე ტრანსპორტით განახლებას გეგმავს. 13 ავტობუსი ჩამოვა იანვარში, შემდეგი 60 თებერვალში, ხოლო ბოლო 60 ავტობუსი იქნება მარტში თბილისში, ასე რომ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ყველა ავტობუსი მივიღებთ. მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის მერიას, ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკს და I5P პროექტს, რომლის გრანტი ამ შემთხვევაში არის 7 მილიონი. ვფიქრობ, ახალი ტრანსპორტი ბევრ სარგებელს მოუტანს დედაქალაქს. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესდება გარემოს დაცვითი საკითხები. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონე დაიკლებს, ვინაიდან ეს ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მუშაობენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თბილისის ყველა ფართო ქუჩაზე სპეციალური სამოძრაო ზოლი გამოიყოფა და ახალი ავტობუსებიც სხვა მიკროავტობუსებთან ერთად სწორედ მსგავს ბასლაინებზე იმოძრავებენ. დედაქალაქის ისტორიული უბნებისა და ვიწრო ქუჩებისთვის შედარებით მცირე ზომის ავტობუსების შემოყვანაც იგეგმება. თბილისი კი ევროპის ქალაქებს შორის იქნება რიგით მე-16, სადაც კომპანია მანის მიერ წარმოებული ავტობუსები იმოძრავებენ.